SDP-ში 1921 წლის 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ვლადიმერ ლენინსა და იოსებ სტალინს გაუგზავნა. ფოტომასალა ეროვნულ არქივში უკვე წლები აინახება და პროექტ კვირის დოკუმენტის ფარგლებში გამოიფინა. კრემლში გაგზავნილ წერილში სერგო ორჯონიკიძე ლენინსა და სტალინს საქართველოს გასაბჭოებას ულოცავს. დოკუმენტი წლების განმავლობაში ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა გაზეთსა და პუბლიკაციაში აქტიურად იბეჭდებოდა. SDP-ში, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ეს არის სერგოს მიერ მიწერილი მოსკოვში, კრემლში, სადაც იგი წერს საბჭოთა ბელადებს ლენინს და სტალინს, თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან პოპულარული თავის დროს, რაღაცა წმინდა არტეფაქტიც იყო საბჭოთა დროს, იმიტომ რომ უამრავჯერ გამოიცა, ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, მახარობელი მესიჯი საქართველოს გასაბჭოებისა ლენინს და სტალინს. 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ითვლება. ზუსტად 94 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, რომელიც მალევე სრული ანექსიით დასრულდა. რუსული ჯარის ნაწილები წითელი ხიდიდან შემოვიდნენ, დაიპყრეს სოფელი შულავერი და შემდეგ უკვე თბილისისკენ აიღეს გეზი. კოჯრისა და ტაბახმელეს მისადგომებთან ქართველმა მეომრებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და გარკვეული დროით შეაჩერეს კიდეც. თუმცა ყველგან შემღწევი საბჭოთა ძალის წინააღმდეგ ქართული არმია უძლური აღმოჩნდა. მტერთან შეტაკებისას ბევრი ქართველი პატრიოტი დაიღუპა. 24 თებერვალს საღამოს 10 საათზე მთავრობამ მცხეთის მიმართულებით უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. მძიმე სამხედრო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ თბილისი დატოვა. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, რომელიც იმ დროისთვის ბათუმში იმყოფებოდა, ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა იმ იმედით, რომ საქართველოს განთავისუფლება ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოდინი 70 წელი გაგრძელდა.